სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს მეპატიჟებით ახლა სტუდიაში. მასთან ერთად უნდა ვისაუბროთ არაერთ მნიშვნელოვან თემაზე და მათ შორის თბილისი 2029 წელს უმასპინძლებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს. ეს არის ძალიან აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნის სპორტულ ისტორიაში. მოგესალმებით. საღამოშიდობისა ბატონ შალვა, მართლა ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო მეორესწრი მოვლენასთან გვაქვს საქმე, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი. მოდით მოგვიყევით, როგორ გადაწყდა, როგორ შეირჩა საქართველო ამ ღონისძიების მასპინძლობისთვის. საღამოშიდობისა, მოგესალმებით, მოგესალმები ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, ასეთი დიდი საერთაშორისო სპორტული ფორუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ეს არის ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება, იმიტომ რომ თითოეული საერთაშორისო ორგანიზაცია ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. შესაბამისად, ჩვენთან რეგიონში ამდენი წლის უწყვეტი მშვიდობა მისცა საშუალება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორც არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოსთვის მიენიჭებინა ეს მართლაც მნიშვნელოვანი საქართველოს სპორტის ისტორიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ამას აქვს ბევრი ფაქტორი, მათ შორის ტრადიციები, ძიუდო საქართველოში ძალიან დიდი ბევრი წელია ტრადიციები აქვს. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი 1972 წელს იყო შოთა ჩოჩიშვილის სახით და მას შემდგომ ყოველთვის საქართველოს ყავდა ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები. მარტო რა ის რომ დღესდღეობით თითოეული ქართველი ამაყობს ამით, რომ საქართველოს ყავს მოქმედი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები პირად გუნდურ შერეულ წყვილებში ძიუდოისტები, ჩვენები, რომლებმაც ამაყად ატარებენ ამ დიდ ტიტულს. რა თქმა უნდა, ამას მოყვება თვითონ ფედერაცია, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებულად კარგად მოღვაწეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ფედერაციის მეშვეობით მრავალი წელია მაღალი ხარისხით ტარდება გრან-პრი, გრან-სლემი და მათ შორის ერთ-ერთი იყო წლევანდელ წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი და ამას მოყვება სამინისტრო ბატონი პრემიერის მხარდაჭერით, ვინაიდან ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო ფედერაციებთან უფრო მჭიდრო კავშირი და ამ მჭიდრო კავშირით მე ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა მიცემა იმისა, რომ ასეთ დიდ ტურნირებს უმასპინძლოს და მე და თითოეულ ქართველს მიულოცო ასეთი აღიარება, რომელსაც ქვია საქართველოში 2029 წელს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. კი ბატონო, ჩვენ უნდა ვისაუბროთ რა პოზიციები აქვს საქართველოს ძიუდოს მსოფლიო რუკაზე. ესეც ძალიან საინტერესოა, თქვენ ჩამოთვალეთ ტიტულოსანი სპორტსმენები ამ მიმართულებით, მაგრამ ზოგადად რო შევაფასოთ, ბოლო წლებში რა გაკეთდა ამ მიმართულებით, რა პროგრესი გვაქვს, სად ვართ ახლა? მე თქვი რომ რეგიონში დიდი სპორტული ჰაბია საქართველოს იმ კუთხით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატი ჩავატარე, მაგრამ მომავალ 2025-26 წლის ციფრებს გეტყვით, შარშან ჩვენ უმასპინძლებთ 25 დიდ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატს, წელს გვაქვს დაგეგმილი დაახლოებით 40, სადაც უკვე 25 იქნა ჩატარებული. მოკლედ აღწერე, რომ წელს გქონდა ჩვენ უკვე ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი, აპრილის თვეში გქონდა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, ბათუმში გქონდა კარატის ევროპის ჩემპიონატი, სამბოს ევროპის ჩემპიონატი, ჭადრაკში გქონდა ევროპის ჩემპიონატი, ეხლა მოგდის ოცლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, მას მოყვება წყალსათხილამურო სპორტში ევროპის ჩემპიონატი. აქვე რამოდენიმე კვირის უკან დაანონსდა, რომ რაფი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კარდი იქნება, სადაც ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ლადო ხინჩიგაშვილიც იჭდავენ მერაბ დვალიშვილთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კარდი, რაც კი აქამდე რაბს გაუკეთებია და ივლისის თვეში მთელი საჭიდაო სოფლიო ყურადღება იქნება თბილისზე მომართული. შემდგომ ჩვენ გვაქვს სექტემბრის თვეში პარაძიუდოს სოფლიო ჩემპიონატი და MMA-ის სოფლიო ჩემპიონატი უკვე მეორედ და უკვე ესეც ყველაფერს აღნიშნავს თუ რამხელა დიდ ტურნირებს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა. შარშან მქონდა ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჩატარებული ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ზამთრის ბაკურიანში და ფარიკაობის სოფლიო ჩემპიონატი კიდე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ იქნა აღიარებული აქამდე ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ჩამონათვალია, მაგრამ საინტერესოა, უშუალოდ საორგანიზაციო გამოცდილების გარდა რა ეფექტს ახდენს ასეთი დიდი ტურნირების მასპინძლობა სპორტის განვითარებაზე? მეტყობთ გავლენა ძალიან დიდია. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ერთია რომ ჩვენ ვატარებთ ამ შეჯიბს და მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეული საერთაშორისო ფედერაციიდან ღონისძიების დამთავრების შემდგომ მოდის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ღონისძიება, რომელსაც საქართველოს უმასპინძლა იყო აქამდე ჩატარებულ ღონისძიებათა შორის
შორის ყველაზე მაღალი ხარისხი. ზოგიერთ შემთხვევაში შემდგომი მასპინძელი ქვეყნები ამ კუთხით ძალიან ნერვიულობენ, იმიტომ რომ ამაზე მაღალი რანგით როგორ უნდა ჩაატარონ, არიციან, აი მაგალითად ჩვენ გვქონდა შეფასება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის, რომელმაც შეაფასა ბაკურიანის 2025-ის ოლიმპიური ფესტივალი და თქვა, რომ საქართველოს დაადგინა ახალი წესით, როგორ უნდა ჩატარდეს ეს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, იგივე იყო ფარეკაობაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს დიდი ღონისძიებები ხელს უწყობს პირველ რიგში ამა თუ იმ სპორტის სახეობების პოპულარიზაციას ჩვენ ქვეყანაში, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და სპორტული ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მარტო ერთ რამეს გეტყვით, რომ ფარეკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოში იმყოფებოდა 159 ქვეყნის 5000-ზე მეტი სპორტსმენი ორი კვირის განმავლობაში. შემდგომ შეჯიბრების მერე ბევრი ჩვენი ჩამოსული სტუმარი რჩება ჩვენ ქვეყანას ეცნობა და ეს გარკვეულწილად კიდე ახალისებს სპორტულ ტურიზმს და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რჩება, მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ როდესაც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში ჩავატარეთ, ძალიან ბევრი ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდა, რომელთაც მოგვეცა საშუალება, რომ უკვე ახალგაზრდა თაობა ამ ახალ თანამედროვე სპორტულ ინფრასტრუქტურაში გვევარჯიშებინა, ცნობილი ყოფილიყო, ანალოგიურად არის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ბაკურიანში აშენდა ახალი თანამედროვე ბიატლონის ტრასა, ახალი ყინულის მოედნები, ახალი სათხილამურო ტრასები, რომელიც გვაძლევს დამატებით საშუალებას, რომ ამა თუ იმ სპორტის სახეობაში უკვე ჩვენ ქვეყანაში მოვახდინოთ მათი ცვლა და მაგალითად ნათელი მაგალითია დღესდღეობით ჩვენი მოციგურავეთა ნაკრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მზადებოდნენ, დღეს საქართველოში არიან მაცხოვრებელთა ერთად და ახალ აშენებულ ყინულის მოედანში, რომელიც დიღომშია, რომელიც ანალოგიურად ბათუმშია, იქ გადიან ცნებს. კი ბატონო, მნიშვნელოვანია ეს წარმატებები, თუმცა უნდა ვისაუბროთ გამოწვევებზეც. რა გამოწვევები აქვს ახლა ქართულ სპორტს, მათ შორის იგივე სპორტსმენების ხელფასებთან დაკავშირებით, რა იყო ადრე, რა გვაქვს ახლა? კეთილი გამოწვევა ხა ჩემთვის და პრემიერისთვის განსაკუთრებულად არის ის, რომ ჩვენ გვინდა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სპორტი, როგორც ეგეთი, ყველასთვის ნებისმიერ მუნიციპალიტეტში იყოს ხელმისაწვდომი და ამისთვის ბატონმა პრემიერმა წინასაარჩინო დაანონსა და უკვე პროცესია. ჩვენ სექტემბრისთვიდან ალბათ მოვახდენთ დატენდერებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობისა. ეს საერთო პროექტი არის 2 მილიარდ ლარიანი, რომელიც ითვალისწინებს 64 მუნიციპალიტეტში ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას. მულტიფუნქციური სპორტულ კომპლექსებში შედის 64 მუნიციპალიტეტში 64 ახალი თანამედროვე საცურაო აუზი, წყალბურთის და ცურვის სტანდარტები, სათამაშო მოედნები და როგორც გარი ასევე შიგნით და ყველა ინდივიდუალური სპორტული დარბაზები, რომელიც ამა თუ იმ სპორტის სახეობას დააკმაყოფილებს და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ 2030 წელს ხელმისაწვდომობის კუთხით სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ევროპაში თუ არა მთელ მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, იმიტომ რომ ასეთი ანალოგიური პროექტი, როდესაც მე ვხვდები ჩემ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენ როდესაც ვეუბნებით ამ პროექტის პროცესში ვართ, ყველას უკვე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დიდი ევროპული ქვეყანა აქვს, მეტი შესაძლებლობები აქვს, ისე რომ ასე კონდეს დაკომპლექტებული და ასე დაკომპლექტდეს მთლიანობაში საქართველოს როგორც ჩვენ ვიძახით, ბევრ ქვეყანას ეს ფუფუნების საკნად მიაჩნია. რაც შეეხება სპორტსმენებს, ჩვენ გვაგვაჩნია სოციალური პროექტები, ეს არის ის, რომ ამა თუ იმ დიდ შეჯიბრზე გამარჯვებული თითოეული სპორტსმენი ყოველთვიურ სტიპენდიას იღებს და ამავე დროს საქართველოს არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოს, ევროპის თუ ოლიმპიადის გამარჯვების შემდგომ პრემიალურის გაცემის კუთხით. ჩვენ თქვენ იცით, რომ ბატონი პრემიერის გადაწყვეტილებით თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონი ლარი გადაეცა საპრიზო ფონდი. ჩვენ ამ მთავრობის განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ახალი სპორტის სახეობებისთვის, დამატებით სპორტსმენებისთვის და მათ შორის იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც აქამდე იღებდნენ გარკვეულ პრემიალურს, ვაკეთებთ ახალ მთავრობის განკარგულებას, რომლითაც კიდე ერთიურად გაიზრდებათ ეს პრემიალური თითოეულ სპორტსმენს, იმიტომ რომ სპორტსმენები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან ასახელებენ ჩვენ ქვეყანას, მათთვის მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერაც. თქვენ ახსენეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეს ნამდვილად სპორტის სხვადასხვა სახეობაში არის საკვანძო საკითხი, მაგრამ საინტერესოა კიდე რა მიმართულებით ტარდება რეფორმები. მე გულისხმობ იმას, რომ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც გვაქვს უფრო მაღალი შედეგები, გვაქვს მეტი ამბიცია, საპასუხისმგებლო პროექტებს ვიღებთ საკუთარ თავზე, ბუნებრივად ჩდება მეტი გადასაჭრელი საკითხი და რა მიმართულებით ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, სპორტის სამინისტრო შეიქმნა რაღაც წელიწად რაღაცა ბატონ ირაკლი კობახიძის
ინიციატივით პირველი რაც გავაკეთეთ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე დიდი ორგანიზაციას დაუკეთეთ კვლევა მეც ამოვიღეთ წიგნით გამოუშვით სადაც ამ ორგანიზაციამ მთლიანად საქართველოს მასშტაბით მოახდინა თავიდან ბოლომდე კვლევა თუ რა საჭიროებებს თითოეული რეგიონი თითოეულ მუნიციპალიტეტში თითოეული მოსახლე რა როგორ ხედავდა თავიანთ რეგიონში სპორტულ ინფრასტრუქტურას გამოწვევებს და ასე შემდეგ და თითოეული რეგიონი გვაქვს აღჭურვილი შესაბამისად ჩვენ უკვე დიაგნოზი ვიცით ქართული სპორტისა რა ჭირს სახელმძღვანელო გვაქვს სპორტის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა იმასთან დაკავშირებით ამ კვლევიდან გამომდინარე 10 წლიანი განვითარების გეგმა და პოლიტიკა დაგეგმოს ერთი კარგი რამ გამოჩნდა ამ კვლევის თანახმად დაახლოებით ჩვენი მოსახლეობის 34%-ია ჩართული ფიზიკურ აქტივობაში ეს არის მაღალი მიღწევების სპორტი ეს არის ყოველდღიური აქტივობა რომელიც კურსბაზე თქვა ლიზია ეს არის კვირაში 2 ჯერ ფიტნეს დარბაზებში მაგრამ ამავე დროს არის 85% ნაჩვენები იმისა რომ 85% ჩვენი მოსახლეობისა ცნობადობის კუთხით იციან რომ სპორტი მათთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია 50%-იანი ისა გვაქვს შუალედი რომელთაც შეგვიძლია ეს ხალხი ისევ სპორტში მოვაბრუნოთ ზუსტად ეს პროექტი რომელზეც მე თქვენ გესაუბრეთ იდაგლი კობახიძის მიერ გამოცხადებული ეს არის ახალი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომობა არა იმისთვის მხოლოდ და მხოლოდ ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს მულტიფუნქციური კომპლექსები უნდა მოემსახუროს ნებისმიერი ფენის ადამიანს ნებისმიერი შემოსავლის ადამიანს იმისთვის რომ თითოეულ ადამიანს საშუალება ჰქონდეს თავისი სურვილის აბებს საცურაო აუზი იქნება წყალბურთი იქნება სხვადასხვა სათამაშო სპორტის სახეობა იქნება რომ ჩაერთონ დარწმუნებული ვარ რომ ამ 50%-იანი შუალედიდან ჩვენ 30%-ს მაინც შემოვიყვანთ სპორტში დღეს ევროკავშირის საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 56%-ია ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ 2030 წელს დაახლოებით 60% ჩვენი მოსახლეობისა იყოს ჩართული სპორტში ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ რომ ამ გამოწვევას ჩვენ შესაბამისად უპასუხებთ და ამ კუთხითაც დამერწმუნდეთ საქართველოს იქნება მოწინავე ვინაიდან ჩვენ მივცემთ ყველა ადამიანს საშუალებას იმისა რომ სპორტში ჩაერთოს იქნება და ამაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ამ ჩვენი გმირი სპორტსმენების გამარჯვება იმიტომ თითოეული გამარჯვებული სპორტსმენი არის ახალი სამაგალითო თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა თაობა რომელიც ფიქრობს რომ აი ხვალ როგორ დაუკავშიროს თავის სხვა ცხოვრებას და როდესაც ხედავს გმირს როდესაც ხედავს ბექაურს როდესაც ამხელა ჩემპიონი ამხელა სიყვარულს ყველას უნდა რომ გახდეს ჩემპიონი იგივე სიყვარული დაიმსახუროს ჩვენი მოსახლეობისა ხვიჩა კვარაცხელიას და ასე შემდეგ აი მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითზე გეტყვით რომ საქართველოში ყველა ახალგაზრდილი საფეხბურთო მოედანზე არტევ არ არის ბავშვების იმიტომ რომ მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. ზუსტად აი ესეთი გმირები ახალისებენ სპორტს და იმიტომ ვამბობ მე რომ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, ბევრი გმირი ჩვენი ჩემპიონი საბოლოო ჯამში გავალთ რომ ერთ-ერთი ყველაზე სპორტულ ქვეყანად ახლო მომავალში ჩვენი ქვეყანა იქნება წარმოჩენილი. წარმატება უსურვოთ ჩვენს საყვარელ სპორტსმენებს. ბევრი გამარჯვება მათ. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე იყო ჩვენი სტუმარი.